მოგესალმებით, მე გახლავართ ნათია ჭყონია, საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი და დღეს ვიდეოში ვისაუბრებ მეწარმე ქალის ფინანსურ ჩართულობასა და მათ გამოწვევებზე ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური ჩართულობა ზოგადად გულისხმობს მათ შორის ანგარიშების ქონას კომერციულ ბანკებში. საქართველოში აღნიშნული არ წარმოადგენს რაიმე გამოწვევას და თითქმის ყველა შეუძლია რომ ქონდეს ანგარიში საბანკო დაწესებულებებში. ამიტომ დღეს ყურადღებას გავამახვილებ ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის სესხები და დეპოზიტები. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ ისეთი საწარმოები, რომლებიც დაფუძნებულია ქალების მიერ, გაცილებით უფრო ნაკლები აქტივობით გამოირჩევიან როგორც სასესხო, ასევე სადეპოზიტო პორტფელებთან მიმართებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებულ ინდმეწარმეებში ქალები უფრო მეტი აქტივობით გამოირჩევიან ვიდრე ვთქვათ მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობაში, მაგრამ აქაც მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია მათი აქტივობა. აქვე აღსანიშნავია, რომ უშუალოდ თვითონ ფინანსური ორგანიზაციები რაიმე განსხვავებას რისკის მიხედვით არ განსაზღვრავენ ქალებს და მამაკაცებს შორის. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები უფრო ნაკლებად აქტიური არიან სამეწარმეო საქმიანობაში ვიდრე მამაკაცები. ზოგადად ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ შეიქმნა პორტალი, რომელზეც ინტერაქტიული სტატისტიკაა მოცემული, იგივე სესხების ჭრილში, დეპოზიტების ჭრილში, სამეწარმეო საქმიანობასთან მიმართებაში. ზოგადად ფინანსური ორგანიზაციების პროდუქტების სწორი გამოყენება გვეხმარება ჩვენი ფინანსების სწორედ მართვაში. შესაბამისად, ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობას მნიშვნელოვნად შეუძლია გააძლიეროს ქალების როლი ეკონომიკაში. პირველის ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მეწარმე ქალებს გამოწვევები მხოლოდ ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას არ აქვთ. ანუ ასევე აღნიშნული გამოწვევები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს და სხვადასხვა ურთიერთობის დროს თუ სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარეობს. მათ შორის მაგალითად მათ სახელზე უძრავი ქონების არარსებობა, რაც შემდგომ იწვევს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. კერძოდ მაგალითად ვერ იღებენ სესხებს. ასევე დანაზოგების არარსებობა. ასევე შესაძლებელია გამოწვევა იყოს ინვესტიციების სხვა წყაროდან მოზიდვა. აღნიშნულის გამოწვევის მიზეზი სხვადასხვაგვარია, რაც მათ შორის გამომდინარეობს სტერეოტიპებიდან, ასევე განათლებიდან, რომელიც ვთქვათ იგივე ფინანსური განათლების დაბალი დონეა. სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, რომ კარგად მომზადებული ბიზნეს გეგმა გააჩნდეს მეწარმეს, მათ შორის მეწარმე ქალებს და ვურჩევდი, რომ მათ შორის გაითვალისწინონ აღნიშნულში რა ეტაპზე და რა დოზით არის საჭირო ფინანსური ორგანიზაციების ჩართულობა. ასევე მათთან საწყისივე ეტაპზე გაიარონ ის დეტალები, რა დეტალებით გავლათ შემდგომში შესაძლოა დასჭირდეთ მათ. რადგან რეალობა და მოლოდინები არ იყოს შემდგომ ერთმანეთთან აცდენილი. ასევე მეწარმე ქალებს ვურჩევდი, მათთვის საჭირო ფინანსური პროდუქტის სარგებლობამდე ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მომსახურებადი პროდუქტი და მხოლოდ მას შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.